მინდა ვილაპარაკო დღეს კოტე ჯაფარიძეს და დღესდღეობით სახელმწიფო იყენებს ყველანაირ რესურსს მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაგვრისთვის და რაც ყველაზე მძიმეა, თან გვეუბნება, რომ ამით ჩვენს მომავალზე ზრუნავს. რამდენადაც აბსურდულია ეს ყველაფერი, იმდენად რეალურია კოტეს და კოტეს მსგავსად ძალიან ბევრი ადამიანის შემთხვევა, ისტორიები. კოტე არის ჩემხელა 22 წლის, ძალიან კარგი, ძალიან ენერგიული, მიზანდასახული ბიჭი, რომელსაც ერთშვენიერ დღეს მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით ფლობის გამო შეეფარდა 1 წელი ციხე, ასევე 5 წლიანი პირობითი საშელი და დაეკისრა 25,000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ისიც იმიტომ, რომ კოტეს მინიმუმ 8 წელი არ გაეტარებინა ციხეში. კოტე არ უნდა იყოს ციხეში, ისევე როგორც მოქმედი ძალადობრივი ნარკოპოლიტიკისგან დაჩაგრული უამრავი ადამიანი. კოტეს სიტყვებს გავიმეორებ, რომ ეს ყველას პრობლემაა და ნებისმიერი შეიძლება ერთმშვენიერ დღესაც აღმოჩნდეთ ამ სისტემის მსხვერპლი. ალბათ უმოქმედობა დღეს არის ყველაზე დიდი დანაშაული. ეს გვხდის ფაქტობრივად ამ ჩაგვრის პოლიტიკის თანამონაწილეს. უნდა ვიყოთ უფრო სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ და კოტეს დასაცავად და გადასარჩენად ბრძოლა იქნება ბრძოლა ყველა რეპრესირებული ადამიანის დასაცავად და ჩვენი უფლებების დასაცავად. არავის არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ციხე და ესეთი ოდენობის ჯარიმის დაწესება რამენაირად შერაცხონ როგორც რაღაც რეაბილიტაციის საშუალება. ეს არის აბსურდი. დროა გამოვხიზლდეთ, დროა უფრო აქტიური ქმედებების, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად გვიწევს ბრძოლა სისტემურ დანაშაულთან.